არტისტი ხართ და ქვეყნის მოღალატე ხართ. ქვეყნის მოღალატე ხართ ბატონო გიორგი. ამ შეძახილებით მიუნხენის კონფერენციიდან დაბრუნებულ გიორგი გახარიას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ და კვერცხები ესროლეს. სამოქალაქო აქტივისტები ყოფილ პრემიერს სამშობლოს ღალატში ადანაშაულებენ და უპრინციპო აგენტს უწოდებენ. გამარჯობათ ბატონ გიორგი. შეგიძლიათ გითხრათ რატომ შეხვდით ალან ბერსის? საეჭვო კაცი ადრე როგორც უწოდებდით მას. საეჭვო კაცია, იმიტომ შევხვდი. აჰა, მაგიტომ შეხულება ჩაგიგეს. რა კითხები დავუსვით? გადავალებები მიიღეთ. ანუ მოღალატე აგენტი არ ხართ ახლა თქვენ? იოსაიდისგან აღარ. გამყიდველი უპრინციპო აგენტი აღარ ხართ? ვაიმე დედა. მოქალაქეების აღშფოთება და გაღიზიანება გიორგი გახარიას მიერ მიუნხენში გამართულმა შეხვედრებმა გამოიწვია. ყოფილი პრემიერი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა. სულ რაღაც 2 თვის წინ კი სწორედ გახარია ალან ბერსეს საეჭვო კაცს უწოდებდა. გახარიამ ბერსე ამ ეპითეტით მას შემდეგ შეამკო, რაც ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში იმყოფებოდა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავდა. საეჭვო კაცი ძალიან საეჭვო დროს ჩამოდის თბილისში და საეჭვო შეხვედრების შემდეგ აკეთებს ძალიან საეჭვო განცხადებას. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინციდენტის შემდეგ გახარიას თანაგუნდელებმა აქტიურად დაიწყეს საუბარი თითქოს სამოქალაქო აქტივისტების მიერ. გახარიასთვის აეროპორტში დახვედრა ქართული ოცნების პარტიული ჯგუფისგან იყო ორგანიზებული. პოლიტიკური შურისძიების მორიგი სამარცხვინო აქტი განახორციელა გიორგი გახარიასა და ჩვენი პოლიტიკური გუნდის მისამართით, როდესაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან დაბრუნებულ გიორგი გახარიას და ჩვენს თანაგუნდელ ელგუჯა ხოკრიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წინასწარ მომზადებული პარტიული ზონდერ ჯგუფები დაახვედრა. სახელისუფლებო გუნდის წევრები კი გახარიას პარტიის საპასუხოდ ამბობენ, რომ მომხდარი კოლექტიური ნაცმოძრაობის ხელწერა. მმართველ გუნდში რადიკალური ოპოზიციისა და NGO სექტორის ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ პირებს, რომლებიც ქართული ოცნების წარმომადგენლებს თავს ესხმიან, სამოქალაქო აქტივისტებად მოიხსენიებენ. ამ ინციდენტში მონაწილე პირებს კი პარტიულ აქტივისტებს უწოდებენ. პოლიტიკური სიბილწე უნდა უწოდოთ ამას. ორმაგი სტანდარტი ძალიან მაღალი გამონათქვამია, შეფასებაა იმ მოქმედებებისა, რასაც გახარიას პოლიტიკური ჯგუფი თუ სხვები ეწევიან დღეს საქართველოში. ვინმეს თუ არ მოწონს ის, რომ ადამიანი სრულიად უსაფუძვლოდ აკრიტიკებს კი არა, თავს ესხმის საკუთარ ქვეყანას, ძირს უთხრის მის სტაბილურობას, ამას შეიძლება ადამიანებმა უთხრან გარკვეული საყვედური. ხა აეროპორტში იქნება თუ ქუჩაში, ეგეთი საკითხია. მე არ მევესალმები ზოგადად, არც ჩვენიანი არავინ, იმიტომ რომ ეს ქუჩაში დახვედრა კივილ-წივილი მიკროფონებით არ არის სწორი, მაგრამ როდესაც შენ ქვეყანას აი ესე ღიად, ესე უნამუსოდ, ესე სუბჯეთ ზარგაწყვეტილად უპირისპირდება, კოხრიშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა რასაკვირველია, შეიძლება ვიღაცის აღშფოთებას იწვევდეს. არის რადიკალური ოპოზიციის ხელწერა თავიდან ბოლომდე, როდესაც თითქოს და რაღაც აღშფოთებული მოქალაქეები ხვდებიან ხოლმე პოლიტიკოსებს და შემდეგ ყოველთვის ლინკებიან ეს მოქალაქეები რომელიღაც NGO ორგანიზაციასთან ან რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებთან და ხა ჩვენ მილიონ 100,000-ზე მეტი ამორჩეველი ყავს და თუ ვიღაცას რაღაცის თქმა უნდა ეს ბატონი გახარია იქნება თუ სხვისთვის იქნება, ხა არავის უფლება არ აქვს რომ შემდეგ ესეთ მოქალაქეს ან რაღაცა ტიტუშკა დაარქვან ან დაქირავებული დაარქვან. მილიონ 100,000 ადამიანზე არის საუბარი. რაც ეხა ბოლო მესიჯები მით უმეტეს ბატონი გახარიასგან ჟღერდება, არის ის, რომ ისინი დაკავებულები არიან პირდაპირ და მათი დღის წესრიგი ემსახურება იმას, რომ რამენაერად მოახდინონ საქართველოს ეკონომიკური იზოლაცია და ეკონომიკური პრობლემების შექმნა ჩვენ ქვეყანაში. და ეხა რა თქმა უნდა, მოქალაქეები ამით უკმაყოფილოები იქნებიან და შეიძლება შესაბამის პასუხებსაც წემდნენ. არ გონია ვინმე საქართველოში ამის მერე უკვე შეეშალოს ვინ არის გიორგი გახარია, განსაკუთრებით იმის მერე, რაც მან არაერთხელ გადადგომის შემდგომ დაამტკიცა, რომ მან არა მხოლოდ გუნდს, თავის გუნდს, სადაც ის გაიზარდა, არამედ მთლიანად სახელმწიფოს უღალატა. გამომდინარე აქედან კოლექტიურ ნაცმოძრაობაში თუ ვინმე არის კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში, ერთ-ერთი სხვათა შორის არის თვითონ გიორგი გახარია. მოდით ერთი წუთით წარმოვიდგინოთ. ვინ იყო ან ვინ იქნებოდა დღეს გიორგი გახარია, რომ არა ქართული ოცნება. არავინ. ის
არავის არ აინტერესებდა და შესაბამისად არც არავის დააინტერესებდა. მე არ ვიცი ვინ დახვდა, მაგრამ მე ერთ გეტყვით, რომ ყოველდღე ხდება მსგავსი დახვედრები სხვადასხვა ადამიანების მიმართ. აი სახელած უყურებდი ფილარმონიიდან გამოსულ ადამიანებს დახვდნენ ადამიანები, რომლებიც მათ აყენებდნენ შეურაცხყოფას და აგინებდნენ და უბრალოდ არასწორია ვიღაცას ზონდერჯგუფი უწოდოდა, მეორე მხარეს აქ სამოქალაქო აქტივისტი, ან შევთანხმდით, ან ყველანი აქტივისტები არიან, ან ყველანი ზონდერჯგუფები არიან და რაღაცა ქცევის სტანდარტიც უნდა იყოს ერთიანი და არ შეიძლება რომ ვიღაცას რაღაც უფლება აქვს და მეორეს არაფრის უფლება არ აქვს. საქართველოში დაბრუნებულ გახარიას სამოქალაქო აქტივისტები აეროპორტში მას შემდეგ დახვდნენ, რაც გახარია მის მიერ საეჭვო კაცად მოხსენიებულ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მიუნხენში შეხვდა. ბერსეს თბილისში ვიზიტისას გახარია ბერსეს კორუმპირებულს ეძახდა და საქართველოს ხელისუფლებასთან შეხვედრის გამო აკრიტიკებდა.